დილამშვიდობის აბა ყველას. ამ დინარემ ისეთი ემოციები მაჩვქა წინა თევზაობაზე, რომ მეორედ მალევე რო არ წამოსულიყავი, არ შემეძლო. წამოვალ ისევ მოვსინჯავ. იქნება სასწაული არის და სადმე კიდე რამეს მივაგნო. ისევ არენა სტრიმით წამოვედი, რა თქმა უნდა. და დიდი ფლეშლურესის თაგვით დავიწყებ. ეს დიდი უფრო დიდ კალმახებს და ორაგულებს მოსწონს ხოლმე უფრო. უნდა პირდაპირ დიდით დავიწყებ და მერე თუ რამეა ჭიაში გადავუნაცვლებ და ახლა ვობლერები და ყანყალები წამოღებული მაქვს. შევხედავ აბა მოძებნი კარგად. დღეს უფრო დილა ადრიანად ჩამოვედი და ყველა ადგილებს კარგად დავივლი. იმედია რომ გამომივა რამე. თუ კი რამე არის დარჩენილი, მივაგნებ. აუცილებლად. მაგრამ სასიარულოდ რთული არის, სიწყლებზე გიწევს გადასვლა გადმოსვლა და ეს საფორთხიალო არის. გვერდებში დასადგომები ცოტა არის ხოლმე. ან წყლიდანვე ვქევზავ. მაგრამ რაღაცა პატარა მისადგომს ვიპოვე ხოლმე. თავი ვერ მოვაწონე. შეიძლება დიდი არაკის იქ და ჭია მოვსინჯოთ. Şuş. Yaxşı. Bu davçuqlit enteliselik. Neva mideci ya. მაგას ვეჭქებს აკეთებს. მოდი. რა განიერი კალმახი არის. განიერი კალმახი. მოძეცე. ერთი ცალი მაინც ვიპოვე.
კაი. სილიკონი მოგუწრია სადღაც. ოხ, შემაინო. არა უშავს. კაი, მოხსნიდა. გავაგზავნეთ უცბად კიდე. იქნებ სადმე 1-2 ცალიც ვიდეოს გულისთვის. მოვაკანა. კაი ბომბორა არის. Trialo no sinjuk. ხავსებზე დავაგდე პირველივე დაგდები. რა. თან რამდენი აეკო. ცალკავზე გადაყვანილი, მაგრამ მაინც. ეპა. ტრიალაზე. გამიძრო. ახ შენი, ეგე ჩემი ცალკავი. როგორი სვეჩკა გააკეთა? ყოჩა. აკრობატიკაში კაი ნავარჯიშები ყოფილი. აი, მეორეც. მანდარ ქვის უკან არა, ბიჭო. ქვები ძალიან დამუღამებულია თამათ, თუ რა ხდება? მოდი ამოხწევი დავით. ესე, ამან ვეღარ გაიძრო. ცალკავი. გაჩერ. ბარხალებ. რო ჩასუქებულები არიან, კი, მაგრამ რას ჭამენ ამ პატარა მდინარეში? აი ეს არის მამალი. აი ეს გრძელი, ესეთ ცხვირის მოყვანილობა, აი პატარაობიდანვე ეპყობა რომ მამალი არის. დედალს უფრო მომრგვალო აქვს ხოლმე. მე ესე ვიცი ყოველ შემთხვევაში. რომ მამალი კალმახი. ნუ ცისარტყელას ესე კარგად ვამჩნევ ხოლმე. წვეტიანი ეს ვირი აქვს ხოლმე. ეს სელექტის ტრიალა არის. ბიუჯეტური ტრიალაა, მაგრამ მუშა არის. არ გამექცეს. აი, დამშვიდი ერთი წამი. ეს მეორე. მე და ზუსტად ერთი გადაგდების წინ როგორ გამექცა ის. ყველა ერთი პარტიისები არიან. ბიჭო ეთე მივა არა აი მე გამხელა ხეებში გაიჭირა აუ გაიქცა მოკლედ რა ბედი უნდა ყველაფერს ხეებში შემიძრა ხეებში შეძრა და ზეთქო არ არის, არ მგონია, მაგრამ მაინც ისე მივა, თხილად. ხეებში შეძრა და ტოტებში გადაიხლარ და მერე იმიტომ გაიძრო ადვილად. უი არა, ზედ არის და ხეებშია გაჩხლართული. სადღაც კილომდე ზომის იქნება მივეპარო და ჩოგანბადეში ჩავსო, მერე გამოვხსნი, ვეცდები როგორმე
გაყუჩებული დგას ახლა 7-დან. კარმა ხო? და 7-დან თენგის ელა. ოხ შენი იქით წამივიდა. აი ამ ტოპიდან როგორ მეტი გამოხსენი ახლა. იქით არის ასული და შეიძლება გადავრჩე. გამოხსენი აქედან. სულ ესეთ ექსტრემალურ სიტუაციებში რატომ იწევს ბრძოლა? რა არის? აქედანაც გამოხსენით. იმედია თევზი ზედ არის წარმოდგენა არა მაქვს სად წავიდა ახლა. აი ეს ტოტი რა გახდა? So. აქა ბრძანდება. აკრობატიკაში ნავარჯიშებია. კარგია. ეს მიყვარს უკვე. მოდი ცისარტყელა, მოდი. აი, მაგრი მართულებით წავიდეთ. მაგრი მართულებით ვიკატაოთ, არ არის პრობლემა. ხელი წყალია, ტოტები და ქვები არ არის. მაინც და მაინც მაყულებშიც ნუ შეხვალ ახლა რა. ვაჰ. სასწაულად დიდი არ არის, მაგრამ ჯანი აქვს მაინც ასე თუ ისე. აი, არ გვეყოფა კატავი ახლა? მოდი. არა. კაი. მე მგონი რომ კანებების დრო არის. კილოზე ცოტა მეტიც იქნება ეს. იქნება კილო 200 ალბათ. სად მივაგები ჩემი. უკვე თითქმის დასრულებული მქონდა. ზოობა. ეს ასე ხელწყალში ახლოდან გაჩვენებთ. საკმაოდ კარგი ზომის არის. მოდიახ. ისეთი. ლამაზი. აი, ფოტოებს გადავუღებ ლამაზად ახლა ამას და მე გასაგრძელებელი ბევრი არაფერი აღარ დამრჩა. მაგრამ ერთ-ორ პატარა ადგილში კიდე მოვსინჯავ ამას. ესეთი ლამაზი ადგილიდან დაგემშვიდობებით. დღევანდელი თევზაობაც მე მგონი კარგი გამომივიდა. 3 კალმახი დავიჭირე, ერთი გაქცევა მქონდა, ამ 3-დან ერთი საკმაოდ კარგი ზომის არის. იყო რაღაც პატარ-პატარა ჩარტმები კიდე, მაგრამ ალბათ ძალიან პატარა იყო, ან შეიძლება პატარა ქაშაპიც იყო.
ამჯერადაც ჯოხს აღარ უნდა ტესტირება, ამან ისეთი დაიჭირა უკვე, რომ იქ დამთავრდა ამის ტესტირებები. 7 გრამამდე არენას ტრენი. შევხვდებით აბა კიდე რამე საინტერესო ადგილს თუ აღმოვაჩენ. დროებით და წარმატებები ყველას.